თამარის ისტორიკოსი ასევე აღწერს ბრძოლებს, შამქორის ბრძოლას, ბასიანის ბრძოლას, ასევე ქართული ჯარის წარმატებულ ლაშქრობას ყარსსა და სპარსეთში. არა გვაქვს რა თქმა უნდა ჩვენ შესაბამისი დრო, სათანადო დრო, რომ ამ ისტორიულ ფაქტებს უფრო ჩაუღრმავდეთ, ასევე მთიელთა აჯანყებას და მის ჩახშობას და მეორე მხრივ თქვათ პოლიტიკურ საკითხებს, ანუ საქართველოს წარმოაჩენს საქართველოს დამოკიდებულებას მეზობელ ხალხებთან და ქართული სახელმწიფოს ჰეგემონობას მთელ კავკასიასა და წინა აზიაშიც. ამის მთავარ არგუმენტად ჩვენსა და მას მოჰყავდა ტრაპიზონის იმპერიის, ტრაპიზონის სამეფოს დაარსება. ტრაპიზონი განსხვავებით თქვათ სხვა მეზობელი ქვეყნებისა ყმადნაფიცი არ ყოფილა საქართველოსი ოფიციალურად, არც მოხარკე, მით უმეტეს მის შემადგენლობაში შედიოდა. ეს დამოუკიდებელი სახელმწიფო იყო, რომელსაც ესეთი ხმამაღალი სტატუსი ჰქონდა იმპერია ტრაპიზონისა, მაგრამ რეალურად ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ამ სახელმწიფოს დაარსება ეს იყო ქართული მხარის ესეთ სიტყვა რო ვიხმაროთ, დღეს მოდური სიტყვა პოლიტიკური პროექტი და ძალიან წარმატებული და ამ სამეფოში, ამ იმპერიაში კომნენთა გვარის გამეფებაც ეს ქართული პოლიტიკის ნაწილი იყო, საგარეო პოლიტიკის ნაწილი. თამარის ცხოვრებიდან ჩვენ ამაზე მოკლედ მაინც ვისაუბროთ, თუმცა ამაზე გქონდა საუბარი, გამოკვეთს მეფის ღრმადმორწმუნოებას, მის მაღალზნეობრიობას, თავშეკავებულობას ფუფუნებისადმი, ძალაუფლებისადმი, განცხრომისადმი, მის ერთ-ერთ ყველაზე დადებით თვისებად თვლის ქველმოქმედებას, ასევე ხაზს უსვამს მეფის კაცთმოყვარეობას და კი გითხარით კიდეც, რომ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან თქვათ გამოვლინებად თამარის ეპოქის, თამარის მეფობის იდეალისა თვლის, რომ მეფე ჯერ ერთი მიმტევებელი იყოს მტერთა მიმართაც და მეორე მან აკრძალა ადამიანის ფიზიკური დასახიჩრება და სიკვდილით დასჯა. სხვა ისტორიის სხვა საკითხებზეც ამახვილებს ყურადღებას, ჩემი აზრით არანაკლებ მნიშვნელოვანზე და საინტერესოზე, კერძოდ სრულიად წარმოგიჩენს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას, მის ეკონომიკურ ძლიერებას და გვიხასიათებს შემოსავლის წყაროებს, აღწერს და გვიხასიათებს შემოსავლის წყაროებს. ესეთი იყო, რა თქმა უნდა, ნადავლი, რომელიც გამარჯვებული ბრძოლების შედეგად ქვეყანას სიმდიდრეს მატებდა და ასევე ის ნადავლი, რომელიც მაგალითად ქართულმა ჯარმა ჩაიგდო ხელთ შორეული და წარმატებული ლაშქრობების დროს, როცა მან აიღო სპარსეთის ქალაქები, ყაზვინი, ზენჯანი და თავრიზი და სხვები, როდესაც შუაგულ სპარსეთამდე მიაღწიესო და იმ ადგილებამდე მივიდნენ, სადაც ქართველთა სახსენებელი არც კი ყოფილა. ასევე დიდ შემოსავალს იძლეოდა სავაჭრო ურთიერთობები, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე სხვა ქვეყნებთან და მათ შორის სატრანზიტო ვაჭრობაც, რის საფუძველსაც ქმნიდა სავაჭრო გზების გაყვანა, მათი მოვლა პატრონობა, ქარვასლების მშენებლობა, ხიდების მშენებლობა, დაცვა უსაფრთხოებისა ვაჭართა და ასე შემდეგ. და თვითონ მეურნეობის ქვეყნის შიგნით ვაჭრობასთან ერთად მეურნეობის განვითარება, ისი რაზე ზრუნვის გამოხატულებაც იყო ის სარწყავი არხები, თუნდაც რომლებიც ცნობილია ხო, მაგალითად სამგორის არხი, ალაზნის არხი, რომელიც მრავალ ათას ჰექტარ მიწას რწყავდა. აღმშენებლობით საქმიანობას ზეამახვილებს ყურადღებას, ქალაქთა დაარსება, გაფართოება, მაგალითად ვარძის მშენებლობა, მარტო ეს ერთი აგება, მარტო ეს ერთი ღირს იმად, რომ
თამარის დროს განხორციელებულ აღშენებლობით საქმიანობაზე წარმოდგენა შეგვიქმნას, ასევე ცალკე გამოყოფს ქართულ კულტურას, ეკლესია-მონასტრებს, მათ შორის საზღვარგარეთ მდებარეს და მოქმედს, აღნიშნავს თუ რით და როგორ და რამდენად ეხმარებოდა ქართული სახელმწიფო ამ ეკლესია-მონასტრებს, მაგალითად ჯვრის მონასტერს იერუსალიმში, ათონის ივერთა მონასტერს და სხვას და თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო იქ წარმოებული თარგმნელობითი საგანმანათლებლო საქმიანობა ქართული კულტურის განვითარების თვალსაზრისით. ჩვენ ძალიან მოკლედ ჩამოვთვალეთ ის საკითხები, რომელსაც ისტორიკოსი განიხილავს, თუმცა ეს მოკლედ ჩამონათვალით საკმარისია იმისთვის, რათა ვთქვათ, რომ არ დარჩენილა საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის კულტურასთან დაკავშირებული, ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები, რომელზეც საუბარი არ ყოფილიყო ამ თხზულებაში, ანუ ისტორიანი და აზმანი შარავანდეთთან იმახ მხედველობაში. ასე რომ ძალიან ღირებული თხზულების ავტორია თამარის ეპოქის შესახებ და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შეიძლება გარკვეული მოსაზრებები გავიზიაროთ ან არ გავიზიაროთ ავტორისა, თვითონ ფაქტობრივი მასალითი ძალიან მდიდარია და ჩამონათვალმაც მე მგონი ცხადყო ეს ყველასთვის. კრიტიკაც გვინდა თან შევაპაროთ, ავტორის კრიტიკა გვაქვს მხედველობაში. მაგალითად, ერთი შეხედვით კი არა, ცალსახად ვთქვათ, რომ თამარის ისტორიკოსი გამორჩეული ისტორიკოსია, მისი თხზულება უმნიშვნელოვანესი წყაროა ისტორიკოსთათვის, თამარის ეპოქის მკვლევართათვის. ამაზე აღარ გვინდა უკვე დაკონკრეტება, უბრალოდ რაღაც გავაკრიტიკოთ ზოგიერთი მიდგომა ისტორიკოსისა, რომ ჩვენც უფრო ობიექტურები ვიყოთ. მაგალითად, პირველი ამბები ბრძენთა კაცთაგან მოусმენია, ეს ერთ-ერთი გავრცელებული მიდგომა იყო, მაგრამ ამ შემთხვევაში არ აღნიშნავს ისტორიკოსი, თვითონ ეს ბრძენი ადამიანები იყვნენ თანამონაწილენი, თანადამხტულნი იმ ამბებისა, რასაც ისინი აღწერენ, თუ მათ სხვისგან ჰქონდათ განაგონი ის, რასაც ისტორიკოს მოუთხრობდნენ. ამის აღნიშვნა კი აუცილებელი პრინციპი იყო აქამდე ქართული ისტორიოგრაფიისათვის. მაგალითად, გიორგი მთაწმინდელი, როდესაც აღწერს ეფთიმე და იოანე ათონელთა ცხოვრებას და გამოკითხავს მათ შესახებ, მათი მოღვაწეობის შესახებ, ამბებს ათონის ივერთა მონასტერში მოღვაწეს სხვა ბერებს, ასე ვთქვათ, წმინდა მამებს, ნდობა გიორგი მთაწმინდელს მათ მიმართ ბუნებრივი აქვს ძალიან დიდი, თვითონაც ამ მონასტრის წინამძღოლია. თვითონაც ბერია, ძალიან კარგად იცნობს იმათ, ვისაც ეკითხება ამ ამბებს. თუმცა მაინც არ ღალატობს აი ამ მოთხოვნას და ის ხატზე აფიცებს ამ ბერებს, ამ წმინდა მამებს, რომ ისინი არაფერს არ გააზვიადებენ, რომ მათ ნათქვამში, მათ მონაყოლში, მონათხრობში არაფერი არ არის ტყუილი. თითქოს მკრეხელობა, რომ სასულიერო პირი დააფიცო შენ თავად სასულიერო პირმა, რომ რაიმე ტყუილი არ თქვა, რომ რაიმე არ გააზვიადო, მაგრამ ეს იმდენად გამჯდარი მოთხოვნა იყო, რომ აი გიორგი მთაწმინდელი ამ მოთხოვნას ამ დროსაც კი არ ღალატობს. თამარის ისტორიკოს კი თითქოს დავიწყებია, რომ ასეთი მოთხოვნა არსებობდა, რატომ იყო ეს მოთხოვნა, იმიტომ რომ გაივლიდა წლები, საუკუნეებიც კი ახალი თაობის მკითხველებს შეიძლება ეჭვი გაშენოდათ, რომ თუ რამდენად სანდო იყო ეს მონათხრობი. თუ თქვენ გეცოდინებოდათ, რომ ისტორიკოსმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ რაიმე
არაობიექტური არ გაპაროდა, ანუ ჯერ ერთი შეარჩია არა ყველადან შეარჩია მხოლოდ სანდონი, ბრძენი ადამიანების სახელით, ვინც სარგებლობდნენ. შემდეგ დააფიცა ისინი, რომ სიმართლეს იტყოდნენ. შემდეგ სხვის ნათქვამს, ასევე ფიცის ქვეშ ნათქვამს შეუფარდა ამათი ნათქვამი და ისე გამოიტანა. აი, როცა თქვენ ამას ყველაფერს კითხულობთ, უკვე თითქოს ეჭვი აღარ გეპარებათ, რომ ეს ნათქვამი, ეს ამბობი სიმართლეა, მაგრამ ამის უგულებელყოფით ეჭვის საფუძველი უკვე ამ მიდგომის, ამ მეთოდის უგულებელყოფით უკვე ეჭვის საფუძველი შეიძლება დაბადებულიყო. ყოველ შემთხვევაში ეს წარმატებად ისტორიკოს ვერ ჩაეთვლება, რომ ავიწყდება ფიცით განამტკიცოს მომთხრობთა სანდოობა. ალბათ დასაწუნებელია ისიც, რომ ისტორიის მიზნად ისტორიკოსი ხელმწიფეთა შესხმას თვლის. რა თქმა უნდა, დავითის ისტორიკოსის პირველ რიგში დავითის მოქმედებას აღწერდა, მაგრამ ისტორია მას უფრო ფართედ მნიშვნელობისად წარმოუდგენია, ვინმე თუნდაც გვირგვინოსნის შესხმა, მისი ხოტბა. ეს არ არის ისტორიისადმი ის მიდგომა, რომელსაც ჩვენ ალბათ ველოდით მე-13 საუკუნეში თამარის ისტორიკოსისაგან. თვითონ შესხმითი სტილიც არ არის თლად მოსაწონი. მაღალი სტილი სხვა არის. მაღალი სტილი მდაბიურ სტილს უპირისპირდება. შესხმითი სტილი კი ცოტა სხვა არის. ეს უფრო გაზვიადებული სტილია, ხოტბითი სტილია, რაც სულაც არ არის, ვიმეორებ, დავითის ისტორიკოსისთვის დამახასიათებელი და თავიდან ბოლომდე აი ამ სტილით არის დაწერილი თამარის ისტორიკოსის მიერ თავისი თხზულება. ანუ მძიმე სტილია, ხელოვნური სტილია, რაც ვერ ჩაითვლება მაინდამაინც მოსეწონად. ასევე თხრობა რომ არ გაჭიანურდეს და ისტორიკოსმა რა თქმა უნდა იცის, რომ ყველაფრის თქმა არ არის აუცილებელი, რომ მრავლიდან მხოლოდ მცირედი უნდა ითქვას, რომ ეს მცირედიც ისე უნდა იყოს დაწერილი, რომ მსმენელს არ მობეზრდეს შენგან დაწერილის წაკითხვა. ამიტომ ის ამოკლებს მთელ რიგ ამბებს იმისთვის, რომ ასეთი მოსაბეზრებელი საკითხავი მისი ნაწარმოები არ გახდეს, მაგრამ ნაკლი იცით რა არის? ამოკლებს თვითონ ამბების აღწერას და არა თავის შესხმით სტილს, თავის მჭერმეტყველებას. ალბათ ჯობდა, რომ ეს უფრო შეემოკლებინა და ამბები უფრო დეტალურად და უფრო სრულად წარმოეჩინა ჩვენთვის. აი, ამ კრიტიკის მიუხედავად, ჩვენ რა თქმა უნდა ცალსახად თამარის ისტორიკოსის მიერ შექმნილ თხზულებას დადებითად შევაფასებდით, მაგრამ აი ეს მომენტები, რომ მას გაეთვალისწინებია, ალბათ ბევრი საკრიტიკოს და საპაექროც ისტორიკოსთან არ გვექნებოდა. რაც შეეხება ჟამთა აღმწერელს, მას ჩვენ ლექციის შემდგომ ნაწილში განვიხილავთ.